დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ გაატარეთ გუშინდელი დღე? ხომ ხართ ყველანი კარგად? მე მომენატრით დამოვედი. ჩემი დილა ისევ სამზარეულოდან იწყება. იქით იცით რომ დილით იქ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რადგან ჩემს შვილს ძინავს, უკვე მე რამდენად თქვი. ხო, ნერე ისევ საქმე, ისევ საჭმელები და ისევ გარეთ გასვლა და თქვენთან მოსვლა. ჩემი ეხლა როგორ ვარ იცით, ჩემი ძირითადი საქმე არის რომ მოვიდეთ თქვენთან და რაღაც მოვიტანო, თორემ დანარჩენი საქმე უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ჩემთვის სიახლე და ჩემთვის დაგეგმილი საქმე უფრო ესაა. ყოველ დილას ვიღვიძებ იმ აზრით, რომ უნდა მოვიდეთ თქვენთან, გინდა თუ არ გინდა. და იგივე საღამოს. საღამოს გუშინ ვერ ჩავწერე სლად, იმიტომ რომ ცოტა გარეთ რომ ვიყავი და მაგვიან და მე მოვედი დრო აღარ დარჩა და მაგრამ არა უშავს, თავარია ყოველ დღე თქვენთან მოვდივარ და ზოგჯერ ისე იქნება და ზოგჯერ ასე იქნება. მაგრამ თქვენ ერთი წუთით არ მავიწყდება, რომ თქვენთან მოსასვლელი ვარ. ხო, დღეს დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ დღეს მინდა რაღაც ტკბილი გამოვაცხო. არ ვიცი, ან ნამცხვარი, ან კრემი გავაკეთო ჯერ და მე შეიძლება ან ნამცხვარი გამოვაცხო, ან ტორტის, ბისკვიტის ნაირად გავაკეთო. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ, მოფიქრებული არ მაქვს. მაგრამ გეგმაში მაქვს. ხო, დილას ეხლა ისევ ფილავს გავაკეთებ ალბათ, რომ ჩემს მივართვა ფილავის გაკეთებას აღარ გაყურებინებთ, იცით და ისეც გადავიღე და ნაჩვენები მაქვს. ხო, რაღაც ჯობია რომ ისე გესაუბროთ ჯერ. ანადრია არაფერი არ დამილაგები, არაფერი არ გამიკეთებია. ჯერ თქვენთან მოსვლა ვარჩიე და დანარჩენი მოიცდის. კარგია, მინდი გვაქვს ძალიან. ისე სიცხე იქნება დღესაც, ჩვეულებრივად. ხო, გულთბილი კომენტარებისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. დედაჩემის დიდხანს სიცოცხლის სულვილის გამოხატვისთვის დიდ მადლობას გიხდით. ყველას სათითაოდ, ყველას დიდი მადლობა. თითო გულსაც და თითო ლაიქსაც ვინც მიწერთ. ჩემთვის თქვენი ყველა კომენტარი და ყველა ლაიქი მნიშვნელოვანია, მეგობრებო. არ მინდა მე განსაკუთრებულად თქვა ვინმე გამოყო ცალკე და ცალკე ვილაპარაკო ვიღაცისთვის. ყველა ერთნაირად მიყვარხართ. ჯერ ჩემთან არ ყოფილა ცუდი კომენტარი. უკვე მე რამდენი დღეა არ მახსოვს, ალბათ 10-12. არ ვიცი რამდენი დღე გავიდა. და ჯერ ჩემთან ცუდი კომენტარი არ დაწერილა, არ ყოფილა. პირველი დღის გარდა ისიც ცუდი არ იყო, უბრალოდ ან რაღაცნაირად ნათქვამი იყო, თორემ ცუდი კომენტარი არ იყო. და მიხარია ძალიან, რომ უბრალოდ მე კი არ ვიმსახურებ ამას. ეს თქვენ ხართ ასეთი. თქვენ ხართ თბილები, თქვენ ხართ გემრიელი ხალხი, თქვენ ხართ სტიმული ადამიანების. ოღონდ მართლა გეუბნებით ამას, გულწრფელად.
თორემ მე არ ვიმსახურებ მაგას, იმდენი ბლოგერია და ისეთ ვიდეოებს წერენ და ისეთ ისე არიან თქვათ ჩართულები ამ საქმეში, მე ჯერ დამწყები ვარ, ის ჯერ კიდევ ის მე ჯერ დამწყები ვარ კიდევ და იმ ხალხთან დიდი ხანი დამჭირდება რომ მივიდე, შეიძლება ვერც მივიდე, მაგრამ აი თქვენი გვერდში დგომა და თქვენი დახმარება იმდენად წინ წავედი რომ ეკრანთან ასე მგონია ხომ ვერავის ვერ გხედავთ, მაგრამ მგონია რომ თითოეულ თქვენგანს გელაპარაკებით და თითოეულ თქვენგანთან მოვედი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ნამდვილად გჭირდებოდა ეს კონტაქტი, ნამდვილად გჭირდებოდა ეს რაღაც ხალხთან ურთიერთობა და ეს ჩემი ღიმილიანი სახე თქვენი დამსახურება. აი მართლად გულწრფელად დიდ მადლობას გიხდით. ნახეთ, იქით მზე არის. ცოტა აქაც დავჭდეთ ჰაერზე, აქაც წავიჭურავოთ. დანარჩენი საქმე მერე გავაგრძელოთ. სანამ რამეს დავიწყებდე. ძალიან სიგრილია აქ დილას. ნახეთ, მზე იქით არის, მაგრამ აქ არ მოვა პირველ საათამდე და მოვასწრა უნდა დილას დაჭდომა, თორემ მე სამზარეულოში შემოდის მზე და იქაც ცხელა კი არა გარეთ. მაგრამ ვინდა ეძებს ოღონდ ამინდები და იყოს და აღარ მინდა რა შეფუთული ჩაცმა ეს უწვიმა ჩემთვის ერთგვარი სტრესია ცუდი ამინდა. ხომ არის ადამიანების კატეგორია რომ წვიმაში უფრო კარგად ძინავს, წვიმაში ისვენებს, წვიმა უყვარს, ხმაც უყვარს მისი. წვიმა მიყვარს ახლა, ხმა კი არ მეზარება ხმის გაგონება და რაღაც, მაგრამ ჩემთვის ამინდი სითბო არის, რა ვიცი. წვიმაში ვერაფერს აივანზეც ვერ გახვალ აქ, ისე აივნები გაკეთებული, პირდაპირ წივს. კი გადავხურეთ, მაგრამ მაინც ასე ისე იმაშობა რომ კარამდე მოდის წვიმა. აივანზე ვერ გადიხარ, გარეთ ვერ გადიხარ, სასეინოთ ვერ გადიხარ. რა უნდა აკეთო ბინაში გამოწყდეული წვიმაში? არა და იანვარში დაბადებული ვარ და ზამთრის ადამიანი ვარ, მაგრამ არა, ზაფხულია ჩემი. გაზაფხული და შემოდგომაც მიყვარს, იმიტომ რომ არც ძალიან ცხელა, არც ძალიან ცივა და ხა ზაფხულში ხომ ასე ცხელა, კი ადამიანი ისე უნებურად იტყვის, რომ უი რა ცხელა, უი და რაღაც, მაგრამ მეც ვამბობ ხომ, მაგრამ არა, მირჩევნია იყოს სითბო, სიცხე იყოს, სადმე მოვიგრილებ, ვიდრე ის შეფუთული დავდიოდე და კარმასთან მიჯდე და ციოდეს და ხელფეხი მქონდა შეკრული. ხო, ყველა სხვადასხვანაირია რა თქმა უნდა. წვიმაში ძილი უყვარს ვიღაცას მაგალითად და რა კარგია იტყვის და მე მაგას ვერ ვხვდები. თუ მეძინება, თუ კარგად ვარ, არაფერი არ მაწუხებს. ძინავს მშვენივრად და თუ რამე დარდი და პრობლემა მაქვს, გინ წვიმა იყოს და გინ რაც გინდის იყოს, ვერაფერი ვერ დამაძინებს. განასადა ისე ადამიანი რამე პრობლემა არ ქონდეს. ახლა ისე თქვი, თორემ პრობლემები ცალსეა, ნებისმიერი ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, რაღაც დარდი აქვს. დღეს ცხოვრებაც ისეთი რთულია, რომ რა ვიცი, აბა ვის ანკისვალი აქვს, ვის სახლში აქვს რაღაც პრობლემა, ვის თქვა ჯანმრთელობის პრობლემა, ვის რა ჩამოთვლის პრობლემებს, ვიღაცისთვის ელემენტარულიც პრობლემაა და დიდი პრობლემა ხომ პრობლემა და პრობლემაა.
და მე საერთოდ ისეთი ემოციური ადამიანი ვარ, აი ხვალ თუ სადმე მივდივარ, მაგამ ვერ დავიძინე. ასეთი ემოციური ვარ და ამ ვიდეოების ჩაწერა რომ დავიწყე, მაშინაც ისეთ ემოციაში ვიყავი, 2-3 ღამე საერთოდ ვერ ვიძინებდი. სული ტვინში ტრიალებდა, ვაი ხარ, რა უნდა გავაკეთო, რა უნდა ჩავწერო. მაყურებელთან არ შევწხვე, მსმენელთან არ შევწხვე. მე რომ ვინმე რაღაცა ისეთი ცუდი მითხრას არ დავისტრესო. რა ვიცი, ეს 2 ღამე თუ 3 საერთოდ ვერ ვიძინე რა, 1 საათი თუ მექნებოდა ნაძენი. ასეთი ვარ ბუნებრივად და პასუხისმგებლიანიც ვარ ძალიან ყველა საქმეზე და მე რომ ცოტა იმიტომ ამბობდი, მოუშინავდები ხალხო, ჩემ ხასიათსაც გაიგებთ, არ ვარ ასეთი. მე ცოტა დრო გავიდა, კი გავიხსენი და ჯერ ცოტა კიდე მიკლია ალბათ სამაგისოდ, მაგრამ არა, თანდათან ვატყობ ჩემ თავს, რომ აი დღეს დილას ადრე რომ გამეღვიძა, პირველი ვიდეო რომ ჩავრთე, საერთოდ უკვე არ მომეწონა და ალბათ 1 თვის და 2 თვის მერე შეიძლება დღევანდელი ვიდეოც აღარ მომეწონოს. ეხლა იმდენად კი გავიხსენი, რომ ჩემი რაც ვარ ბუნებით და რაც მაქვს ჩემი ხასიათები უკვე გამოვამჟღავნე და მე საერთოდ არაფერს არ მალავ, აი ხალხო, ყველაფერს გეფიცებით. მე დეფექტების მეტი რა მაქვს, თქვათ. შეიძლება ხასიათითაც მაქვს რაღაც დეფექტი, რომ ვიღაცას არ მოწონს. შეიძლება კი არა, ფიზიკურათაც მაქვს დეფექტი, თქვათ, აი ნაიარევი მომჩნია. ხო, რაღაცებს კიდე მოგიყვებით, რა კიდე გამახსენა. ნაიარევი მომჩნია ნაოპერაციები. აი დამწვარი მომჩნია ბავშვობაში. აი მოგიყვებით ახლა, თემებიც წამოვიდა. ხო, ეგ ხომ არის ნაკლი და ხომ არის ვიზუალურად ცუდი შესახედი. ახლა აღარ დავიწყებ ისეთ საუბარს, კბილებიც რომ არ მოწესრიგებულად არ მიჩანს და რაღაც ეგეც დეფექტია ეკრანთან რომ მიდიხარ ყველაფერი, მაგრამ აი ერთ რამეს განა არ მაწუხებდა ეს ყველაფერი მაწუხებდა და ყველაფერი რაღაცა დარჩენილი ცოტა კიდე მაქვს რომ მაწუხებს, მაგრამ აი როგორია ცხოვრება. შენი თავი ისეთი უნდა მიიღო, მე რა რომ შენ რაღაც ისეთი დაიბადე და ახლა ასეთი ხარ, თქვათ. მე რა ცხოვრებაში ეს უნდა იფიქრო, რომ ბევრი რამეს გადადამაგეწევს ადამიანებს და ძალიან ბევრი რამე ხდება. ან ცხოვრებაში, ან ფიზიკურად, ან გარეგნულად, ან რაღაც ხო ყველაფერი შეიძლება ვიღაცას სხვა ნაკლი აქვს, თქვათ, ოჯახში. ნაკლი კი არა, რაღაც ისეთი პრობლემა, რომ თქვათ ვიღაცას არ უნდა რომ ვიღაცამ გაიგოს, ვიღაცას ეს ფიზიკურობა არ მოწონს მისი და არ უნდა რომ სხვამ დაინახოს და მალავს და შეფუთულია, ხო? იყო დრო რომ ყელიანი კოპტებით დავდიოდი, რომ არ მინდოდა ვინმეს ენახა. მე რომ დავფიქრდი, საერთოდ არ არის დასამალი შენი ნაკლი. იმიტომ რომ აი შენს გვერდით ვინც იქნება ამ ნაკლის მიუხედავად, გინდ ოჯახში, გინდ გარეთ, გინდ სამეგობრო წრეში, გინდ სანათესაოში, გინდ ეხლაც თქვენ რომ ნახოთ ჩემი ნაკლები და ამის გამო არ მოგეწონოთ და წახვიდეთ, თქვათ არ ვამბობ ეხლა თქვენზე, ზოგადად ლაპარაკობ, რომ ამის გამო თუ ადამიანი შენს გვერდში არ იქნება, ის
მაინც აღარ იქნება ხვალდაზე. ხო და ამიტომ არის რომ აი ჩვენი ნაკლი არ უნდა დავფაროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალურები. ვისაც მოვეწონებით, ის არის ჩვენი ნამდვილი ადამიანი, ჩვენთან ნამდვილი ადამიანები და ჩვენი ნამდვილი ადამიანები და ვისაც არ მოვეწონებით, იმასთან ხო ვერ ითამაშებ და სულ თქვათ ასე შეფუთული ვერ ივლივ, თქვათ შენ რაღაც პირს არ გავაღებ და არ დავილაპარაკებ, მე თუ კბილი მაკლია, თქვათ, ან თუ რაღაც დეფექტი მაქვს. ან თუ თქვათ არ მინდა ეხლა ისე შევეხო იმ ადამიანებს ვიღაცას თქვათ ვიღაცა კალიასკაში ზის და რა იმიტომ ის არ არის ადამიანი და არ უნდა დააფასო. გასაგებია რომ ადამიანში ჯერ სილამაზეს ხედავ და მე ეწვდები მის გონებას და მის ყველაფერს, მაგრამ თრად ასე არ უნდა იყოს. ერთი შეხედვით ადამიანის შეფასება არ შეიძლება. შეიძლება ისეთი ჩანდეს ადამიანი გარეგნულად, მაგრამ მისი თვისებები, მისი შინაგანი სამყარო რომ გაიგო, საერთოდ შეგეცვალოს აზრი. ხო, და ამიტომ ჩემთვის არა აქვს მეთქი მნიშვნელობა. ეხლა უკვე რამდენი წელია ამას მე გადავაბიჯე და ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ამის გამო ვინმე ჩემთან გვერდით არ მოვა, არ დადგება და თქვათ, ნუ ეხლა ამას ვამბობ, როგორ იცი, გამიგებთ ალბათ სხვა დანარჩენზეც ვლაპარაკობ, მართლა მარტო ჭრილობებზე არ ვლაპარაკობ, სხვა დანარჩენზეც. ხო, ამიტომ არ მეშინია ვთქვათ იმის და აი წინა დღეს რომ ვამბობდი, შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგო და კი სილამაზე ვის გაწყენთ და ვისაც რა უნდა ისაკეთოს მეთქი თქვი, მე ველოდები იმას რომ დავბერდები, ხო? ხომ ველოდები რომ დავბერდები. ის ნაოჭიც მისაღები იქნება ჩემთვის. ის თვალის კუთუთოების შეცვლა, ცოტა დღესაც მაქვს უკვე დამეწყო. ყველაფერი მისაღებია, იმიტომ რომ ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ჯერ ჩვილი პატარა სულ სხვანაირია, იზრდება სხვანაირია და მე მიდიხარ და ის აზრიც უნდა დაატანო თავს, რომ დაბერდები და უნდა მიიღო. ოღონდ მოვეწრათ იმ დაბერებას. ეხლა მე რომ დედაჩემს ვუყურებ და დანაოჭებული სახით არა აქვს ძალიან, მაგრამ რაც ის დანაოჭებული სახით დედაჩემის ასაკამდე და ვიღაცის თქვათ 100 წლის რომ არის, იმ ასაკამდე მივიდოდე ჯამრთელად, კარგად, თორემ ეს ნაოჭები რა არც არაფერი და თუ შეგიძლია გაიკეთე რა პრობლემაა, კი არაფერი არ არის, მაგრამ მე იმის გამო რომ თქვათ ვიღაცის შენ თუ მოგწოს და შენ თუ სიამოვნებს და შენ თუ გინდა ყველაფერი გაიკეთე, პლასტიკურიც გაიკეთე, რაც გინდა ის გაიკეთე, მაგრამ ერთი რამეს ვამბობ და იქნება სწორად ვერ ვამბობ. ვიღაცის დასანახად რომ გავიკეთო მე რამე, აი ამას არ გავიკეთე. და მე არც დავმალავ არაფერს. აი ამის თქმა უნდა. კი ახლა რაღაც პარალელს გავავლებ. მაგალითად არის მე რაღაცა უნდა დამალო. ოჯახის თქვათ პრობლემას და ოჯახის ამბავს გარეთ არ გაიტან ადამიანი, ხო? ნორმალური ადამიანი, ყავს შენი ძალიან ახლო მეგობარი, ან შენი ძალიან ისეთი შინაური, რომ იმასთან ყველაფერს იტყვი, მაგრამ ქვეყანას არ მოხდა. ეგ სხვა ამბავია. ეგ სულ სხვა ამბავია. მე ვლაპარაკობ გარეგნობაზე. რაღაც ამის გამო დაიმალო, გარეთ არ გავიდე, ვიღაცაზე არ არის ხალხო, მე გარეთ რომ გავდივარ 1000-ნაირ ადამიანს ვხედავ, 1000-ნაირ ადამიანს შევხვდები და ყველას ერთი თვალით ვუყურებ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა აცვია, ვინ როგორ დადის, ვინ როგორ გამოიყურება, მე რა იქნება იმას საშუალება რომ მქონდეს, უფრო კარგად ჩაიცვას, უფრო კარგად უფრო მეტი რამე გაიკეთოს თავის მისთვის.
ან თქვათ არის ადამიანი ისეთი რომ საშუალება აქვს მაგრამ რაღაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ისეთია რა ვუყოთ მე ცხოვრებაა და ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ყველაფერი არსებობს ყველაფერი უნდა მივიღოთ ისე როგორიც არის და როგორცაც ვხედავთ ხო და არ მაწყობს აი ნამდვილად არ მაწყობს ხო და ეხლა მოგიყვეთ იმაზე ეს ხო ოპერაციები არის ჩიხის და აქ რომ დამწვარი მაქვს ხომ აი ხომ ხედავთ ღია გულწრფელად ამბობ იქნება ვერც შემამჩნიეთ მაგრამ მე გეტყვით მაქვს მე რა რომ აქვს პატარები ვიყავით არც ისე პატარები მე და ჩემი ძმა და ბებია ჩემის სახლში ვიზრდებოდით მეთქი და სულ ცელქოვდით სულ და მე ვიყავი იმაში რა ქვია მისაღებო თაღში და გარეთ აივნიდან კიბეებზე რომ ამოდიოდი იქ ფანჯარა იყო და იმ ფანჯრიდან მომადგა ასე ჩემი ძმა და მეუბნება რომ ის რაღაცა წიგნი იყო თუ რაღაც არ ვიცი მომაწოდეო არ მოგცემ მეთქი მომაწოდეო არა მეთქი არ მოგცემ მეთქი და თან მივდივარ მასთან რომ მეკაჩავები და თან ასე დიზგილაობდით სულ და არ მოგცემ ასე და დამიჭირა კაბით ხო და მომეცი ახლა თორემ დამიჭირა სიკავით და მან გარეთ აივანზე ფანჯრის მიღმა მე შიგნით ფანჯრისაკით და რომ მომქაჩა ასე მე იქით ვეკაჩები და წამოვედი ასე გამოვუსკიტე ხელებიდან წამოვედი და წავიქეცი და დავარდი და დავეცი კეცის სახურავზე არ ვიცი რა ქვია იმას აჭარულად საჯიახს ეძახდნენ თუ რა ქვია არ მაქვს ზუსტად მე მგონი ამას არ მაქცევს და ამასში არის შიგნით ახალად დაკრული ჭადი და ზემოდან დაყრილი ნაკვერცხალი ნაცარი და ცხვება ეს პური და მე დავეცი ამას ხელით დავკარ უფრო სწორად კერდაც ხელი დავკარ ასე რომ წავიქეცი და არ ხელის დაკრით ამა გადმოტრიალდა და დამეყარა ასე და ხორცს მიკრო ხორცმა ეს ნაკვერცხლები და აი მე დავიწყე ჩემ ძმასაც შეეშინდა შემოვარდა იმან შიშისგან და ბებია ჩემი არის იქით აივანზე და იმას იმ წუთას ხმა არ ესმის და შემოვარდა ჩემმა ძმამ და ასე ხელებით მააშორებს ამ ნაკვერცხალს და რადგან ხელით შემეხოდა იგი უფრო მეტად დამაზიანა და ბებია ჩემმა შემოვიდა და მე უი ეს რა დაგმართნიაო და ვაი და უი და იმანტელი დაიწყო და ეხლა რადგან მასთან მისდებოდით და იგი მიბარებული შვილები ვიყავით ისედაც შეეშინდა და შევეცოდე რა თქმა უნდა მაგრამ ალბათ ის აზრიც რომ ახლა დედამის და მამამის რა უთხრა და მე იმდენად ისა ყიოდა რა თქმა უნდა და იგი მაგრამ ერთი დღე ბებია ჩემს რაღაც მალამოები ქონდა მისმევდა და ერთი დღე ვერ უთხარით ხა მამა ჩემთან არ მივდიოდი სახლში და ისიც რატომ ამოვიდოდი და მეორე დღეს გააგებიეს უკვე და არ იყო დედა ჩემი და მამა ჩემი კაცრი კი არ იყო სულელი ბავშვი იმას კი არ დავდობდი რომ აი მე ამევიდა და ეხლა მომხედავს და რა კაია და გამიხარდება გააგებიეს და ამოვიდნენ ჩვენთან ეს კაშნით დავიფარე, შარფით დავიფარე და მალავ ეხლა რომ უი მამა ჩემ რამე არ მითხრას და იმიტომ რომ სულ ცელქი რომ ვიყავი მაგის გამო და რამე არ მითხრას და რაზმალა მაგრამ შეში მქონდა ვითომ და მე წავიდნენ გააკეთებიენ მალამოები ისეც მერეც მოსკოვიდანაც ჩამომიტანეს რაღაც მალამოები და გადავიდა მაგრამ მაინც დამჩარა და მე ახლა მაგ პლასტიკურ ოპერაციას ვინ იკეთებდა ამ ნაკლით გავთხოვდი ხალხურ ახლა რაღაც მინდა პლასტიკა და ხო ეკხუმრობა იქოს და ხო დარჩა ასე მაგრამ რა უყოთ მე რა არაფერი არა მე ნათესავი მყავდა რაღაც პრობლემები იყო რაღაც პრობლემა მოუხდა არ ვიცი და დავზიანდა ფეხი და მე ცალი ფეხით იყო დარჩელი მაგრამ ისეთი ვაჟკაცი ბიჭი იყო ისეთი ვაჟკაცი
რომ იმ ცალი ფეხით იყო, მაგრამ თელ სოფელს, თელს საგვარეულოს ყველას, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. მისთვის იყო ის ცოდვა და მისთვის იყო ის ნაკლი, თორემ ხალხს ისე უყვარდა, რომ აღმერთებდნენ მართლა ისეთი ადამიანი იყო. ის მისთვის იყო დანაკლისი, რომ არ ქონდა და მწვალობდა და სულ კასტილებით დადიოდა და არა ვაშკაცი ბიჭი იყო, ძალიან მაგარი ბიჭი იყო. იმითაც, რა ვიცი, ყველასთან მივიდოდა და ყველა სიტყვას და სიყვარულს მიუტანდა და ყველა აფასებდა და რა ვიცი, გადასარევი ადამიანი იყო. ხო, ეს იმიტომ მეგობრებო, ახლა რომ უბრალოდ ნაკლზე მოვყევი და რაღაცას მოვაყოლე. კარგით მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით, წავალ და შეიძლება საღამოს ვიდეოში მოვიტანო ეს ნამცხვარი და იგი ნახოთ აბა როგორ გამომიყვა, ნახოთ. დროებით.